ბიბლია აბსოლუტურად განსხვავდება ყველა სხვა წიგნისგან, როგორც არსით, ისევე ფორმითა და შინაარსით. იგი ათასობით წლის განმავლობაში წერებოდა სხვადასხვა თაობის მიერ. წერდნენ განსხვავებული განათლების და სოციალური ფენის წარმომადგენლები, წინასწარმეტყველები, ჟუმდებელი, მეთევზე, მწყემსი, ფედრაღმთავარი, ვეზირი, მეფე, ექიმი, მებაშე და ასე შემდეგ. წერდნენ ციხეში, მთის ფერდობზე, სასახლეში, დილეგში, გადასახლებაში, საომარი მოქმედების და მოგზაურობის დროს. წერდნენ განსხვავებული განწყობით, აღფრთოვანებით, გაოგნებით, იმედით თუ სასოწარკვეთილებით. იწერებოდა სამ კონტინენტზე: აზია, აფრიკა, ევროპა. იწერებოდა სამ ენაზე: ებრაულზე, არამეულზე, ბერძნულზე. ბიბლიის თემატიკა საოცრად მრავალფეროვანია. დაბადებიდან იოანეს გამოცხადებამდე მასში აღწერილია ისტორიული ფაქტები, სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ეთიკური, რიტუალური და ყოფითი კანონები, ასევე რელიგიური პოეზია, დიდაქტიკური ტრაქტატები, ლირიკა, იგავები, ალეგორიები, ბიოგრაფიები, პირადი ბარათები, მოგონებები, დღიურები, წინასწარმეტყველებები, გამოცხადებები და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ყველაფერ ამისა, არსად შეიმჩნევა განსხვავებული სტილი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ იყოს შექმნილი. ბიბლია პირველი წიგნია, რომელიც უცხო ენაზე ითარგმნა. ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 250 წელს. ასევე ბიბლია ყველაზე პოპულარული წიგნია. ამაზე მისი საერთო ტირაჟიც მეტყველებს. შესაძლოა ამა თუ იმ წელს რომელიმე წიგნი უფრო მეტი რაოდენობით გაიყიდა ვიდრე ბიბლია, მაგრამ საერთო ჯამში ვერც ერთი წიგნი და ნაწარმოები ვერც ამ მაჩვენებლით შეედრება მას. იმისაც, რომ ბიბლიაზე მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდეს, ყოველ სამ წამში ერთი ეგზემპლიარი მაინც უნდა გამოიცეს მთელი წლის მანძილზე, ანუ დღე-ღამეში 32866 ცალი. ყოველ წელს ბიბლიის სრული ტექსტი 240 ენასა და დიალექტზე გამოიცემა. ცალკეული მისი წიგნები კიდევ 729 ენაზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს 1279 თარგმანს. ბოლო 10 წლის მანძილზე ბიბლიის თარგმნას 3000-ზე მეტი სპეციალისტი ემსახურებოდა. თარგმანთა და გამოცემათა რაოდენობით ვერც ერთი სხვა წიგნი ახლოსაც ვერ დაუდგება მას. საბეჭდი დაზგვის გამოგონებამდე ბიბლიის გადაწერა ხელით ხდებოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ოდნავადაც არ დამახინჯებულა. რომის იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული დღემდე ბიბლიამ სასტიკდევნას გაუძლო, მას წვავდნენ, გრძალავდნენ და კანონგარეშე დაცხადებდნენ. არც ერთი წიგნი არ დაუჩეხავთ, არ დაუჭრიათ, არ გაუფანტავთ და არ დაუმახინჯებიათ ისე, როგორც ბიბლია. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომელი წიგნი უდევნიათ ასე სასტიკად, რომელი წიგნი გაუკრიტიკებიათ ისე, როგორც ბიბლია. რა თქმა უნდა, არც ერთი. სწორედ ამიტომ აუცილებლად და გავერკვეთ, რამდენად პირველყოფილი სახით მოაღწია ჩვენამდე წიგნმა, რომელსაც უფლის სიტყვა ჰქვია. ძველი აღთქმის ხელნაწერები შედარებით მცირე რაოდენობით მოგვეპოვება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მასალა, რომელიც ხელნაწერისთვის გამოიყენებოდა, გამძლე არ იყო და მას ახალ მასალაზე გადაწერისთანავე ანადგურებდნენ. თავისთავად დასაშვებია, რომ გადაწერის დროს შეცდომებიც იპარებოდა. თუ ამას დაუშვებთ, ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ საუკუნეების მანძილზე შეცდომები მრავლად დაგროვდებოდა. ხოდა ვნახოთ, მართლა ასე მოხდა თუ არა. ყუმრანის სასწაული. ძველი აღთქმის უძველეს ხელნაწერად ბოლო დრომდე ითვლებოდა პერგამენტი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის 980 წლით იყო დათარიღებული. და აი 1947 წელს ტარისხვის მიდამოებში ყუმრანის გამოქვაბულთან წემსი ბედუინი სახელად მუჰამედ ედ-დინი დაკარგული თხის აძებნელად გამოქვაბულში შეძვრა, სადაც თიხის ჭურჭლები აღმოაჩინა, რომლებშიც პერგამენტები იყო დალუქული. მუჰამედმა ნაპოვნი ხელნაწერები მეგობარ აჰმად ელ-ხამილთან ერთად ქალაქში ჩაიტანა და ანტიკვარიატით მოვაჭრეებს შესთავაზა. 4 ხელნაწერი შეიძინა ვინმე კონდომ და მერე სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის არქიეპისკოპოს სამუელ ათანაზიუს მიხიდა. 7 ხელნაწერი არქეოლოგიის პროფესორმა იგაელ იადინ სუკენიკმა შეიძინა და თავის ასევე პროფესორ მამას და ძველი ხელნაწერების სპეციალისტს
ელეაზარ საჩვენა. მამამ დაუდასტურა ხელნაწერების უტყუარობა, რის საფუძველზე ჩვენმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. შესაძლოა ეს ყველაზე დიდი აღმოჩენა პალესტინის მიწაზე, რომელსაც არავინ ელოდა. სამწუხაროდ მისი ეს მოსაზრება მაშინ არავინ გაიზიარა და მხოლოდ 10 წლის მერე მიანიჭეს იგეალ შუკენიკს ისრაელის სახელმწიფო პრემია ამ ხელნაწერთა კვლევისათვის. აი, სირიის არქიეპისკოპოსი კი უფრო პრაქტიკულად მოიქცა. მან ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მცოდნეობის ინსტიტუტის განყოფილებაში გადარეკა და ნაპოვნი ხელნაწერების შესახებ აცნობა. 1948 წელს სირიაში ახალგაზრდა მეცნიერები ჯონ ტრევერი და უილიამ ბრაული მიავლინეს, რომლებმაც ფოტოგრაფირება მოახდინეს და ავიაფოსტით გადაუგზავნეს ამერიკული არქეოლოგიის უხუცეს უილიამ ოლბრაიტს. ცნობილმა მეცნიერმა ასეთი პასუხი მოიწერა: სული და გულით გილოცავთ უდიდეს წარმატებას. ეს არის ჩვენი დროის უდიდესი აღმოჩენა. აბსოლუტურად არაჩვეულებრივი აღმოჩენაა. ხელნაწერების უტყუარობა იოტის ოდენა 6-საც არიწევს. ამის მერე გამოქვაბულში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო და კიდევ 1000-მდე ხელნაწერი აღმოაჩინეს. ექსპერტიზით გაირკვა, რომ ეს სწორედ ის ხელნაწერებია, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვის 70 წელს ებრაელთა სულიერმა წინამძღოლებმა გადამალეს და რომაელთა მიერ იერუსალიმის დარბევისას განადგურებას განარიდეს. ხელნაწერები გამოქვაბულში 1900 წლის მანძილზე იყო დამალული. აი, მეცნიერებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა შეემოწმებინათ, რამდენად განსხვავდებოდა ახლად ნაპოვნი ხელნაწერები იმ ხელნაწერისგან, რომელიც 1947 წლამდე უძველესად ითვლებოდა. წარმოიდგინეთ, სკეპტიკოსთა გაოცება, როცა შემოწმებამ ცხადყო, რომ განსხვავება მხოლოდ 5%-ია და ისიც მართლწერის საკითხებში. დანარჩენი 95% სიტყვით დაემთხვა. საოცარი ფაქტია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ისეთი ცნობილი ხელნაწერების ასლებში, როგორიცაა ცეზარის, პლატონის, სოფოკლეს, ევრიპიდეს და ასე შემდეგ, განსხვავებები 10-დან 16%-მდე მერყეობს, თანაც აზრის სხვაობის თვალსაზრისით. ყუმრანის გამოქვაბულის ისტორიამ დაასაბუთა, რამდენად არარეალურია ბიბლიის ძველსა და ახალ ხელნაწერს შორის არსებითი განსხვავება არსებობდეს და ისიც, რომ ბიბლიურ ხელნაწერებში უკუ თარიღით რამის ჩაწერა და დამატება ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. ღვთისმეტყველების პროფესორის ბერნარდ რამის აზრით ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ებრაელები უფრთხილდებოდნენ ბიბლიას როგორც საკუთარი თვალის ჩინს. ისინი ყურადღებას აქცევდნენ ყოველ სიტყვას, ყოველ ასოს, ყოველ აბზაცს. იუდეველთა საზოგადოებაში არსებობდა ადამიანთა კლასი, რომელთა ერთადერთი მოვალეობა გადაწერილ ხელნაწერთა სამმაგი გადამოწმება და გამრავლება იყო. ალბათ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ბიბლია უნიკალური წიგნია და უძველესი ხელნაწერები უახლესისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება.